მოგესალმებით დადგა 4 შაბათი საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ადამიანები ყველა ის ხალხი რომლებიც საჭიროებთ მოკითხვას პატიმრები განსაკუთრებით და ის ადამიანები ვინც უცხოეთში ხართ ჩვენი ემიგრაცია და რამდენი ადამიანი საპყრობილეში საავადმყოფოში და იმაში ხართ ყველა სიკეთე ბედნიერება მინდა გისურვო და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ მამა ლუკა სუპატაშვილი დაგლოცეთ მამა ერთმა დაგლოცეთ მოგესალმებით ყველა დიდი მადლობა მამა მობრძანებისათვის გვიხარია თქვენი სტუმრობა და თუ შეიძლება მოვიხა უძღები შვილის კვირა მოდის და ადამიანები როგორ ართ იცი რაღაცნაირად ღვთის წინაშე ხან დავაშავეთ ხოლმე ხან შორს ვართ ხოლმე ხან ზოგი ვერ მარხულობთ დიდი ხანი მე რაღაცა საღდგომოთ ხან მომდებათ ხოლმე რაღაცა რო ისა რა ქვია დაბრუნდე და იმარხონ ამ შემთხვევაში მამა აი რა კვირები მოდის ეხლა თან აი მიცვალებულების კვირებიც მოდის ხოლმე ყოველი შაბათი წალე 1-5 კვირა ესე იქნება ხო და როგორ შეიძლება მამა აი ამ ყველაფერს რო იმას ქნა რა ქვია აუბას აუღოს იმ ადამიანმა ვინც არ არის შეიძლება მარხველი ზოგი ფიქრობს რომ აი მე მამაოსთან რომ მივიდე ხა ნაწყენი იქნება ვერ მოდის ბევრი ხო ყოფილა ესეთ შემთხვევა როგორ შეიძლება რომ ჩვენებურად მაქსიმალური დავდოთ შედეგი და შევეცადოთ რომ რაღაცნაირად აქ ამარხვას არ გამორჩეთ ხო ეხლა ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგადად ადამიანს მაინც ჩვენ ესე ვართ რომ ძირითადი ყურადღება გადმოტანილი გვაქვს ამ ქვეყანაზე ამ ქვეყნიურზე ფიზიკურ სამყაროზე და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ფიზიკურ სურვილებზე და ნუ აი ამ ფიზიკურ სამყაროში ვართ ძირითადად ალბათ 90%-ზე მეტით და ცოტათი დროს უთმობთ სულიერ სამყაროსაც თქვა როგორიც არის სიხარული სიყვარული მშვიდობა და რაღაც აი აღფრთოვანებულობა და ასე შემდგომ და ხა თუ ხა 90%-ზე მეტი ფიზიკურ სამყაროს დაუთმე აუცილებლად დამძიმდები, იმიტომ რომ შენი ცხოვრების წესი იქნება მოპოვება რაღაცა ისეთის, რომელიც შენ აი ფიზიკურად დაგაკმაყოფილებს, მაგრამ სულიერად დაგამძიმებს. ანუ სული გამოიფიტება. ნუ ეხლა ახლოვდება ყველაზე დიდი სასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღე, როდესაც უფალმა საერთოდ შეცვალა ადამიანის ცხოვრება. ესე იგი, ღმერთიო ადამიანი გახდა, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთი გახადოსო. ღმერთი კაცი გახდა, იმიტომ რომ კაცი ღმერთი გახადოსო და ეხლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ეს არ არის ის რომ 2000 წლის წინ მოხდა რაღაცა დიდი დღესასწაული, დიდი სასწაული და ჩვენ იმას აღნიშნავთ. ეს არ არის, ეს არის ის დღესასწაული, რომელიც მე მახარებს, რომ მე, ესე იგი, მე შემიძლია ღმერთი გავხდე. აი როგორი უნდა ვიყო მე, ეს ქრისტემ დაგვანახა ფიზიკური სხეულით, რამე თუ ჩვენნაირი სხეული შეიმოსა, ჩვენნაირი სული, ზუსტად ჩვენნაირი. რო გვანახოს როგორ უნდა წარმართოთ ჩვენი ცხოვრება და ვინცაც ეს ჯერა და ვინც მიყვება მას, ქრისტიანი ჰქვია მას, ხომ, ასე ვიცით და მაგრამ აი სანამ მოვა აღდგომა, სანამ მოვა დიდი მარხვა, აი მანამდე მომამზადებელი კვირებია და უძღები შვილის კვირაც ამას ეხება. პირველი რაცაც ჩვენ ღმერთი გვასწავლის ამ იგავით, ანუ უძღები შვილის შესახებ იგავით, ეს არის რომ ჩვენ გვახსენებს ჩვენს წარმომავლობას. ვინ ვართ ჩვენ? მაგალითად, როდესაც ძირითად სიტუაციაში ადამიანს კითხავ, ვთქვათ, რომ კითხვა ადამიანს შენი წარმომავლობა როგორია, ნუ გეტყვის რომ ამ ადამ კუთხიდან არის და ამ ადამ გვარის არის და ასე შემდგომ. არა და ეს ყველაფერი კი, სწორედ ესეც არის ფიზიკურად, მაგრამ სულიერი წარმომავლობა. ჩვენ ვართ, ესე იგი, ღმერთს მამა უწოდა ჩვენთვის უფალმა, რომ ესე იგი, როგორც მამა ელოდება თავის შვილს, წასულს, გაწვალებულს, ასე გველოდება ღმერთი ჩვენ. რომ, ესე იგი, მამის სახლში მივიდეთ და ვიცხოვროთ ბედნიერებით. და ესე იგი, მამის სახლში მისული ადამიანი ისეთია რა, რომ ყველაფერზე მამა ზრუნავს, ყველაფერზე მამის მსახურები ზრუნავენ. შენ რა გევალება, იყავი ბედნიერი და აი ამისთვის არის ადამიანი მოწოდებული და ეს დაგვავიწყდა ადამიანს და აი ამისთვის უნდა მოვემზადოთ. უნდა გავიხსენოთ ვინ ვართ წარმომავლობით. ჩვენ ვართ ღმერთის ნაწილი. ესე იგი, ვისი შვილიც ხარ, იმნაირი ხარ შენ, მაგალითად ფიზიკურად, გენეტიკურად მშობლების შვილი ხარ და მე მკვიდრე. გენეტიკა მიდის ადამამდე, რომელიც ღმერთმა შექმნა და ესე იგი, ჯერ ერთი ფიზიკური სხეულითაც ღმერთის შექმნილი ხარ, მაგრამ განსაკუთრებით სულია ჩვენ შემთხვევაში, რომ აი სული შთაბერა ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს და ჩვენ ვართ ღმერთის შვილი. და აი ეს უნდა გავიხსენოთ ღმერთის ნაწილი
და თუ ღმერთის ნაწილი ხარ, გამოდის რომ შენ თვითონაც ღმერთი ხარ. და მართლაც ეს არის ყველაზე დიდი საოცრება, რომელიც ჩვენ უნდა ამ ქვეყანაზე პირველ რიგში დავინახოთ. რომ ჩვენ არა ვართ ვიღაცა, რაღაცა ხისგან მოკვეცილი ტოტი, ჩვენ ვართ ღმერთის ნაწილი და ჩვენ აი როგორ უნდა აღვიდგინოთ ეს მდგომარეობა, აი ქრისტეს უნდა მივყვეთ, ქრისტეს. და ეს დიდი ბედნიერებაა, ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენმა წინაპარმა ეს რო დაინახა, გიორგი მთაწმიდელი როგორც ამბობს, საბერძნეთის პატრიარქს, ოდესაც ეუბნება, რომ ჩვენი ერი ვართო, ქართველთაერიო, რა დროიდანაც გახდაო ღირსიო, რომ მესიის შეცნობისო, არასდროს არ უარყვია იგიო და არც უარყოფთო ეს ღმერთმაც ნუქნასო და ჩვენ დღემდე ესე ვართ. ჩვენ არ ვიცი, აი რაღაცნაირი მოდგმა ვართ. უბრალოდ ქრისტეს უარყოფა არ შეგვიძლია. რა გვიყვარს უფალი ძალიან, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ეს არის ნამდვილი ცხოვრება, ეს არის ნამდვილი ღმერთი, ეს არ არის ცრუ ღმერთი, ეს არის ნამდვილი ღმერთი და მის ყველა სიტყვას ისე უფრთხილდებით, რომ არაფერს არ ვცვლით მასში. ამიტომ არის, რომ ჩვენთან არის ნაკლები საშუალება, რომ ცრუ რელიგია ჩამოყალიბდეს, ან სექტები ჩამოყალიბდეს, აი ძირითადი ერს უყვარს ღმერთი და ვერაფერი ვერ ართმევს მას აი ამ სიყვარულს, ვერც ერთმა ეპოქამ ვერ წაართვა ეს სიყვარული ჩვენს ერს და ღმერთმა ქნასო ჩვენ აღვადგინოთ ეს და უშველოდ ძალიან დიდ პრობლემებს უშველით თუ ჩვენ მამის სახლში დავბრუნდებით, თუ ვისწავლით ღმერთთან ერთად ცხოვრებას, თუ ეშმაკთან ერთად ცხოვრებას შევაჩერებთ. თორემ, ეხლა ბოროტი ძალა ისე არის შემოპარული ჩვენს ცხოვრებაში, ერის ცხოვრებაში, რომ მას უნდა სულიერი თვალით შეხედვა, აღმოჩენა უნდა, ჩემი ცუდი თვისებები, ეს არის მასთან კავშირი, მისგან არის ჩანერგილი ჩემ ცავში ცუდი თვისებები და ეს კავშირი უნდა შევაჩერო, ეს უნდა გავწყვიტო და უნდა მივბრუნდე ღმერთისაკენ. სადაც არის მხოლოდ სიხარული, მხოლოდ მშვიდობა, მხოლოდ სიმხნევე, მხოლოდ სიძლიერე, მხოლოდ სახიერება, მხოლოდ ბედნიერება. აბა მხოლოდ ყველაფერი კარგი. ჩრდილიც არ არის პრობლემის. დიახ. და მამა, როგორ უნდა გვახსოვდეს ხოლმე, ხა ის ძალიან სწორს ამბობთ, მაგრამ ძნელად შესასრულებელს ამ თვალთახედვით რა, როცა არ ხარ ამ თამაში, შორიდან გეჩვენება ძალიან რთული ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ ადვილი ხდება, როცა ამ სისტემაში ხარ და თლიანად ხარ, მაგალითად, ვინც პირველად იწყეს მარხვას, იმისთვის შეიძლება ძალიან ძნელია, მაგრამ ვინც მეათეჯერ მარხულობს, შეიძლება ისეთი ძნელი არ იყოს, ხო? ამ შემთხვევაში მამა, აი ჩვენ როგორც ღვთის შვილები, როგორ უნდა გვახსოვდეს ზუსტად იმ მომენტში ღმერთი, როცა რაღაცას ვიდეთ, აი როცა ჩვენ ბოროტს უღებთ კარს, როცა მაგალითად თქვენთან ურთიერთობაში, მაგალითად ზედმეტი მომდის, ხო? როგორ უნდა გამახსენოთ, შენ ღმერთის შვილი ხარ და შენი თავი დაიჭირე, იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში თვლით, რომ ღმერთის შვილები ვართ, ეკლესიურები ვართ, მოწონებით რაღაცები, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება ჩვენი ინტერესი, ყოველთვის სხვის ინტერესზე, მაღლა გვინდა დავაყენოთ ხოლმე და ამის გამო ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს ვაშავებთ, რაც თავარია. და აი ამ სიამაყეს და იმან წაგვლეკა ფაქტიურად და ეკლესიური ადამიანი 90% რო ვარ თითქოს, აქედან არ ითვლება 85% ეკლესიურად სამწუხაროდ ჩვენ და იმიტომ რომ ძალიან ამ სიამაყემ დაგვაშორა ღმერთს. თუ შეიძლება მამა, როგორ უნდა გვახსოვდეს იმ მომენტში, რომ ღვთისშვილი ხარ შენ და გაითვალისწინე, იმიტომ რომ აი წარმომიდგენე ხა ჩემი ოჯახის ახლობელი რომ მოდის, მასთან ვიქცევი ძალიან კარგად. აი ყველავე რომ ეთქვის, რომ აი მე დედა შენს ვიცნობ, ძალიან კარგად ვექცევი ხოლმე რა. ვერ წარმომიდგენია მამა, ღმერთის შვილი ვარ, იმის წარმომადგენელი ღვთის და ვიღაცასთან ვიქცევი ცუდად, აქ მავიწყე, წამი დედა ჩემის გამო შეიძლება მოვიქცე ვიღაცას კარგად და იმ ვიღაცა შეიძლება რომ არ იცნობდეს დედა ჩემს გადავარო და ამ დროს ღვთის შვილი ხარ და შენ ეს უნდა გახსოვდეს იქაც მამა, აი თუ შეიძლება მამა, რამდენად წარმოვიდგინე, ესეთი მშობელი გყავს თქვენი როგორც თქვით, ხო? აი ამ მშობლის გამო შედალოცილი ხო შეიძლება რომ რაღაცა პასუხისგებლობა აიღო რომ მინიმუმ სწორად მოიქცე, ხო? თუ შეიძლება, სხვისი დანდობა რო ვისწავლოთ ამ შემთხვევაში აქამდე უფრო მივდივარ, შემდეგ კითხვას ამაზე დაგისვენებ. ზოგადად ეხლა მარხვა ახლოვდება და მარხვა როდესაც დღეს მაგალითად ჩვენ ქართველები ვიტყვით რომ მარხვა ახლოვდება, გულისხმობთ რომ არ უნდა ვჭამო ეს, არ უნდა ვჭამო ის, ცოტა ლოცვას უნდა მოუმატო და ასე. არა და ესე არ არის. რა თქმა უნდა ეს ამასაც მოიცავს, მაგრამ ეს არის მეათე ხარისხოვანი. აი პირველ ხარისხოვანი არის ის, რომ
ჩვენ მოვიშოროთ რაღაცა ცუდი თვისებები. აი მარხვა ახლოვდება, იმიტომ ახლოვდება, რომ მოგვიწოდებს ეკლესია, შესაბამისად ღმერთი, რომ ჩვენ რაღაცა ცუდი მოვიშოროთ, რაღაცა დიდი ბოროტება მოვიშოროთ და ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, რომ აი ვთქვათ რა არის ჩემში ცუდი. ყველა ადამიანმა იცის თავის შესახებ, როგორც უფალი ამბობს, სულმა იცის თავის შესახებ და თუ ადამიანი როგორც ძველად ვიტყოდით ქართველები და დღეს ამას არ ვამბობთ, თუ ჩავიხედავთ ჩვენს გულში, ჩვენ იქ შევნიშნავთ რაღაცა ცუდ თვისებას. ზოგადად ადამიანი მიდრეკილია, რომ თავის თავში ცუდი არ შენიშნოს, იმიტომ რომ თუ ამ პარტავნებაზეა საუბარი, პირველი ნომერი პრობლემა ის არის, რომ ადამიანს უყვარს პირველ რიგში თავისი თავი. მე შეიძლება მეორე საპრეზო ადგილზე შეიძლება ღმერთი იყოს, მესამეზე სამშობლო, მაგრამ ასეთი ადამიანის ცხოვრება იქნება აუცილებლად არეული. და აი ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა დგას ჩვენში პირველ ადგილას, ვინ ვართ ჩვენ, საერთოდ როგორები ვართ, საით მიდის ჩვენი ცხოვრება, მიდის ტაძრისაკენ, აი მონანიებაში როგორი დასასრულეს ეპოქალურ ფილმში, რომ პრობლემები რამ გამოიწვია, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრება არ მიდიოდა ტაძრისაკენ, ანუ ღმერთისაკენ და თუ ღმერთისაკენ არ მიდიხარ, მაშინ ნიშნავს, რომ ხაფანგში ხარ მოხვედრილი. და თუ რაღაცა ცოდვა გაქვს, იმ ცოდვის ეს ცოდვა არის ხაფანგი, რომლითაც ჩვენ დაჭერილი ვართ. აი უნდა გაითავისუფლო თავი ხაფანგებისაგან, უნდა გახდე თავისუფალი, შენი თავის პატრონი უნდა გახდე, შენ არაფერი არ უნდა გზღუდავდეს და აი ეს პირველ რიგში ეს უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა და არ არსებობს ადამიანი რომელმაც აი ეს კითხვა რომ დაუსვას თავის თავს რა ცუდი თვისებები მაქვს მე რა ცოდვა მიყვარს მე ყველაზე მეტად ოღონდ პირდაპირ უნდა ესე იგი პირდაპირ უნდა არ უნდა მოერიდოს თავის თავს აი როგორც ახლა სარკეში ჩავიხედებთ ჩვენ სარკისგან რას ველოდებით რომ შევნიშნოთ ჩვენი მოუწესრიგებელის უბანი თუ საერთოდ დონე და სარკე ჩვენ გვეხმარება რომ რაღაცა აი პრობლემები მოვაგვაროთ ფიზიკურად და აი სულიერათაც ასე უნდა იყოს ჩვენ უნდა შევძლოთ რომ სულიერ სარკეში ჩავიხედოთ და განწმინდოთ ჩვენი თავი ღმერთმა მოგცა საოცარი თვისება განკითხვის უნარი განკითხვის აი როგორც ხედვის უნარი გვაქვს როგორც სმენა გვაქვს ხო ესე იგი აღქმის უნარი ბევრი გვაქვს ჩვენ ფიზიკურად მაგრამ სულიერად გვაქვს ეს განკითხვის უნარი რომ აღმოაჩინო შენს თავში ეშმაკის ნამოქმედარი და გაითავისუფლო შენი თავი პრობლემებისაგან და შენ თავს თუ გაითავისუფლებ მე ხდება რომ აი სახარებისეულად აღიხილება თვალი სხვანაირი ხდები საერთოდ უკვე აღარ ახარ კოჭლი ესაა წინასწარმეტყველი ხო ამბობს რომ მორჩით ორივე ფეხით კოჭლობასო თავის ერს რომ მიმართავს ეს ნიშნავს რომ ვერც სულიერებაში ვარ გიხართო და ვერც ფიზიკურ ცხოვრებაში ვარ გიხართო ანუ ორივე სფეროში კოჭლები ხართო და თუ ადამიანი ღმერთს მიატოვებს რა თქმა უნდა კოჭლი იქნება ორივე სფეროში სულიერშიც და ფიზიკურშიც მაგრამ აი თუ თქვათ ჩვენ ესე იგი აღმოვაჩენთ ჩვენს თავში რაღაცა ცუდ თვისებას და ღმერთის სიყვარულით რაც არ უნდა გვიყვარდეს ის ცუდი თუ ჩვენ ღმერთის სიყვარულით მოვიძულებთ აი ამ ბოროტებას ჩვენ მივიღებთ რაღაცა აი დიდ სიხარულს და ადამიანმა თავის თავს უნდა დაუმტკიცოს და ღმერთსაც რომ ღმერთი უფრო უყვარს თუ ცოდვა და ჩვენს ცხოვრებაში აი შანსი არ არის რომ ცოდვა არ აღმოაჩინოს ნებისმიერმა ადამიანმა მაგრამ როდესაც ცოდვას აღმოაჩენს ადამიანი თავის თავში აი მე წდება ესეთი რამე მე მქონია ესეთი რამე რომ მოვინათლე ესე იგი ხედავ რომ აშკარად ცოდვა მაქვს და ეს ცოდვა ისე მიყვარს რომ ძალიან მეძნელება მისი მოშორება და ამ დროს ვხვდები რომ მე ვდგევარ ესე იგი ცენტრალურ ადგილას და ვწონი ახლა ღმერთი უფრო მიყვარს თუ ცოდვა უფრო მიყვარს და ეს ემოციური მდგომარეობა არ არის ეს შენ გონებასაც დაუდგება ეს მომენტი შენს ემოციებსაც მაგრამ შენ პიროვნებას საერთო ჯამში და რა თქმა უნდა ღმერთს უნდა გაამარჯვებინო
ეს შენი გასამარჯვებელია და ბუნებრივია, როდესაც ამას გააკეთებ, როდესაც თვალი აგეხილება, როდესაც თვალი გახელილი გაქვს, გაცილებით ადვილია ცხოვრება და სიარული და ყველაფერი საერთოდ, ვიდრე ის რომ თვალები დახუჭო და ისე იარო და ან მანქანა ატარო თვალები დახუჭულმა და ასე შემდგომ. ასე რომ ჩვენ გვაქვს ეს შანსი კიდევ ერთხელ და ყოველ დღე გვაქვს ჩვენ ეს შანსი. გურამ დოჩანაშვილი ხო ამბობს, რომ ძილის წინ მაინც გაქვს ის 10 წამი, როდესაც ხვდები ვინ ხარ შენ. და ძილის წინ რატო გაქვს ეს 10 წამი? იმიტომ რომ შენ დაგეგმო, აი ხვალ დილას რო გათენდება, მე საერთოდ სხვანაირი უნდა გავხდე. საერთოდ სხვანაირი. როგორი? აი იმაზე უკეთესი ვიდრე ვიყავი მე დღეს. და ეს შეიძლება და ამ სფეროში, ამ ასპარეზზე, ბრძოლის ამ უბანზე უნდა გაიმარჯვო შენ და შენ თუ გაიმარჯვე, იმარჯვებს შენი წილის სამყარო. მოიძულეთ უკეთურება და შეიყვარეთ სიკეთე. აი ეს არის პატარა ფორმულა, რომელიც ყველაფერს საზღვრავს და თვალს გვიხელს ყველაფერზე. რა უნდა ხდებოდეს ჩვენში? უნდა გძულდეს უკეთურება და გვიყვარდეს ღმერთი. აი ამის არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. სამწუხაროდ ასე არ არის ყოველთვის. არის რომ ადამიანისში შეიძლება ღმერთის სიყვარული დამარცხდეს. რაღაცა ცოდვის სიყვარულის. ხო, შენ შემთხვევაში მამაო, აი ეს მამაო, როგორი ხშირად ხდება ხოლმე და ყველა ალბათ შეატყობს იმას, რომ აი რაღაცნაირად აი ხშირად ხდება ხოლმე, რომ ღმერთი გტოვებს რა, გტოვებს ჭყალებში, ანუ აი შენიდან ის მადლი იკარგება, რაც შენ მოაგროვე რა სიტყვაზე, აი ახან აზიარებზე ხშირად შეამჩნევ, რომ გამოდიხარ იჩხუბებ რაღაცა, კარგავ რა იმ იმას, აი იქ რაღაცა შეად ახალი აღსარების მე იგივესო ჩაიდნენ. ატყობენ ადამიანები, ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამაო, მარტო რომ ეცადოს გამოსწორებას და მთელი ცხოვრება რომ იწვალოს ეს გამოსწორება, ხა უცოდველი მამაო, ვერავინ ვერ იქნება ამაზე შევთავდა, გამორიცხული ხა, ას დაამარცხე, ბ-მოა, ბ-ს დაამარცხე, c-მოა და სისუსტეს გიპოვის ბოროტი. ანუ ჩვენ ნუ ლაპარაკობთ რომ ნაკლებად უნდა იყოს ცოდვილი და დიდ ცოდვებში არ უნდა ქონდეს ფეხი ჩადგმული რა, ანუ თორე ყოველდღიურობას ეგრევე ვერ გაიქცევ, შეიძლება სუიციდამდე მიხვიდე, ამაზე გაქცევა რომ დაიწყო ეხლა. ხო, ისეთი ის არის რომ ეხლა ვაიმედე და ეს რაღაც კარი რატო გამოაღე არასწორად და ამაზეც რომ დაიწყო ნერვიულობა. კი, კაი არის თუ მაგდონის მოწუნე ხარ და თუ ხიბლი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაო, ეს ყველაფერი როგორ დავიწყოთ მცდელობა მაინც მამაო. იმიტომ რომ იმდენად აი ხა თქვენ იცით როგორ რაღაცაზე ლაპარაკობთ, რომ აი ყველაზე სიამტკბილობა არის ადამიანის ნებებში. აი ამ ნების მოშორება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ხა თქვენ რასაც ამოთ ადამიანები ამას 10 და 20 წელი ჩვეულებრივად გაითავისეს ცხოვრობენ რა ამასთან ერთად და პრობლემა არ აქვს რა. უკვე მათი სინდისიც ამართლებს ხოლმე ამ ცოდვას ძირითადად რა თქმა უნდა, ახლა ცხოვრობ მაგასთან ერთად, ხო? ხო და ამ შემთხვევაში აი როგორ უნდა იმასქნას, იმიტომ რომ აი ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანს დასაწყისიც არ უნდა, იმიტომ რომ თვითონ გონია რომ მართალია. აი როგორ მიხვდეს, აი მაგალითად, აი ბატონო, კი ეს უძღების შვილის იგავშიც არის ესე, რომ როდესაც უმრწემესი შვილი, ანუ ერთ-ერთი შვილი ეუბნება, რომ მე ჩემი კუთვნილი მომეციო და მე წავალო ჩემთვისო. და მართლაც მისცა მამამ მისი კუთვნილის სიმდიდრე, რაც გაქვს ადამიანი არის ძალიან მდიდარია, აქვს მას აზროვნების უნარი, აქვს მას სულიერი სული, აქვს მას ესე იგი თვისებები ათასნაირი, აღმკული სხვადასხვა თვისებებით, როგორიც არის განკითხვის უნარი, როგორიც არის სიფიცხე, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს და ძალიან ბევრი რამ შეიძლება ჩვენ ჩამოვთვალოთ. ახლა ეს უმცროსი შვილი წავიდაო უცხო მხარეშიო. ეს უცხო მხარე ნიშნავს მხარეს, სადაც ღმერთი არ უყვართ. სადაც ღმერთს არ აღიარებენ. სადაც ესე იგი დემონური ძალებია. აი დემონი ვინ არის? მას წამს ღმერთი, მაგრამ არ უყვარს ღმერთი და უღმერთოდ უნდა რომ იცხოვროს და არის ყოვლად უსახური. და ადამიანიც ესეა, როდესაც მიატოვებს ღმერთს და წავა უცხო მხარეში, სადაც ღმერთი არ იდიდება. ცხოვრობს იქ და მაგრამ რო ცხოვრობს იქ, მერე მოხდება ესეთი რამ, რომ აი უფალი ესეთ იგავში ესეთ რამეს ამბობს. ამ უცხო მხარეშიო, შემშიაო მერეო, ისო ესე იგი ცხოვრობდა უწმინდურობაში და მერე შიმშილი ჩამოვარდა იმ ქვეყანაზე. და ამ შიმშილში მერე მას დიდი პრობლემები შეემთხვა. ესე იგი, განმარტებითად ამას ნიშნავს, რომ თქვათ მე მივატოვე ღმერთი და დავიწყე ცოდვებში ცხოვრება. მე ვცხოვრობ ამ ცოდვებში. მე პირველ ეტაპზე მსიამოვნებს ეს ცოდვები, თქვათ, ერთხელ ჩავიდინე, ორჯერ ჩავიდინე, 10ჯერ, 100ჯერ და მსიამოვნებს.
მაგრამ მოვა რაღაცა დრო და ეს ყველა შეუძლია, ყველა ცოდვაში მყოფ ადამიანს არჩევანით ცოდვაში მყოფ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს, რომ ესე იგი რაღაცნაირად დგება დრო, როდესაც შენ გრძნობ სიცარიელეს, შიმშილს. და შენ კი ჭამე ბევრი, სვი ბევრი, აღვირახსნილად იცხოვრე, ნარკოტიკები მიიღე, რაღაცა ნებისმიერ ცოდვას ჩადიოდი, მაგრამ მე გამოდის, რომ ელოდებოდი სიხარულს და ღებულობ შიმშილს. ღებულობ დეპრესიას, ღებულობ შფოთს, ღებულობ ყველანაირ, ესე იგი, შინაგან სიცარიელეს. აი მაგალითად მე ძალიან მახსოვს ის, როდესაც ერთმა გარდაცვალების წინ ესეთი რამე მითხრა, რომ ძალიან წარმატებულმა ადამიანმა მე ყველაფერს მივაღწიეო ცხოვრებაში, აი არაფერი, რაც მინდოდა ყველაფერს მივაღწიეო. ხო, ყველაფერი, მაგრამ ესე იგი, ეხლაო ვერ ხვდებიო რატო ვიცხოვრეო. ჩემ თავში არისო საოცარი სიცარიელეო. და ეს ამას იწვევს უღმერთო ცხოვრება, სიცარიელეს, შიმშილს და მერე იმ უცხო ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემო, ანუ დემონმა, ეს ადამიანი შიმშილი იყო, თავი ხო უნდა გაიტანო რაღაცით, მიავლინა ღორების მწყემსად. ანუ ღორები რო დაემწყსო მას და მათი მწყემსი ყოფილიყო და ამით ეშოვა თავისი რაღაც. ისე დღეში იყო ჩავარდნილი, რომ ღორების საკვებიც კი ენატრებოდაო მასო. გული უთქმიდაო, რომ ეს ღორების საჭმელი მიეღო, ღებულობდაო, მაგრამ ისო არანაყრებდაო მასო. ესე იგი, თუ დემონთან ურთიერთობა გადაწყვიტე, თუ ცოდვა შეიყვარე, ნიშნავს, რომ შენ არჩევანს აკეთებ დემონთან მეგობრობაზე. ვითომ? შენი გაგებით მეგობრობაზე, თორემ მისი გაგებით შენ მონახტები მისი. და ის მოჯამაგირეთ მამას თუ შენ შვილად ყავდი, ღმერთს თუ შვილად ყავდი, ამას მოჯამაგირეთ ყავხარ და თან ღორების. წარმოიდგინეთ, აი ამ ღორების საჭმელიც კი ენატრებოდა ამ ადამიანს. ანუ არაფერი აღარ გაკმაყოფილებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცოდვაში ვარდება, მოუვა დრო, როდესაც მას არანაირი სიხარული აღარა მოსდის ცოდვისგან. და ის ხდება შინაგანად ცარიელი და აი გამოფიტული. აი როგორც ჩალა სიცოცხლეს ის აღარ ატარებს და აი სამწუხაროდ ის არის, რომ ბევრი გვინახია სასულიერო პირებს ასეთი მონანულნი ან მოუნანიებელი უფრო საშინელი მდგომარეობა. ადამიანი წარმოიდგინეთ, ესე იგი ღვთის ხატად და მსგავსად რო არის, მასში უნდა იყოს სიცოცხლე. უნდა ფეთქავდეს ეს სიცოცხლე სულიერი თვალსაზრისით. და აი შეიძლება ნახო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე არ აქვს. ეს არის საშინელება და მასში არის შფოთი, გაღიზიანება, ბოროტება, ეს რაღაცა შიმშილი, რაღაცა არაფერი რო აღარ აკმაყოფილებს და მე რა თქმა უნდა მას ეწყება ბრძოლები და ის შეიძლება ებრძოდეს სხვას, ან და შეიძლება ესე იგი სხვის მიმართ კონდეს აგრესია, იმიტომ რომ მე რო ცუდად ვარ, შენ ხარ დამნაშავე ამაში. მე რო ცუდად ვარ, ღმერთია ამაში დამნაშავე. რატო ღმერთი არ მპატრონობს მე, როდესაც თუ მან გამაჩინა, თუ გამაჩინეო, კიდეც მარჩინეო რაღაც ესე უკეთური სიმღერა რო არის. და წარმოიდგინეთ, აი ეს ამაში არ უნდა ამ ორმოში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი. ღმერთი არ უნდა მიატოვოს მან. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეიყვაროს ღმერთი. ეს არ არის რთული გასაგებად. ყოველთვის აი მაგალითად ფიზიკურად ჩვენ თავს ვაკონტროლებთ. რო ვიყოთ სუფთად, გვეცვას სუფთა, ვიყოთ სუფთა გარემოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი არ დამესურება, სამოსი არ დაისურება, ნაგავი არ იქნება გადასაყრელი, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ შენ უნდა იმოქმედო, რომ ყველაფერი გაწმინდო შენში და შენს ირგვლივ, რომ შენ ჰიგიენური თვალსაზრისით სუფთა იყო და ამას თითქმის ყველა ახერხებს, 99%-ზე მეტი ყველა ახერხებს. იგივე უნდა გააკეთო, ახლა ზუსტად იგივე უნდა გააკეთო, ოღონდ სულიერი თვალსაზრისით. შენ შეძლებ, თუ შენი მიზანი იქნა სულიერი სიწმინდე, შენ შეძლებ. წმინდანი უნდა გახდე აუცილებლად. სიწმინდის მატარებელი, არანაირი ცუდი თვისება, არანაირი ცუდი ბოროტება შენს გულში, შენს გონებაში. ბოროტებას შენ მიხვდები, აუცილებლად მიხვდები. უნდა არჩევ. ეხლა სუფთა სამოსი თუ მაცვია და მე ტალახი რაღაცნაირად მომეცხო, ეს მე მიხვდები ამას. ისე ზოგი მამა ვერ წუხდება.
აი ზოგი ისეთი დამონებული ყავს თემა. ეს როდესაც ესე იგი თუ ადამიანმა უკვე სულიერება დაკარგა და უკვე მძიმე ფორმებში გადადის და მას მარტო ბოროტება უყვარს და ის უკვე ასე ვთქვათ სინდისი გადამწვარია, ხო, აი ეს მდგომარეობა იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ერთხელ ცოდოს რომ ჩაიდენს 2-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ, სინდისი ყოველთვის ამხელს, იცის რომ ეს არ უნდა აკეთოს, მაგრამ არის სამწუხაროდ რაღაცა დრო, რომლის იქეთაც ის უკვე ამას ღვთისმეტყველებაში ქვია წარწყმედა. თუ წარწყმდა ადამიანი, მას აღარ აქვს არანაირი ბრძოლა, შეიძლება კილერი გახდეს, შეიძლება ბოროტმოქმედი გახდეს, ისე რომ არანაირი სინდისის კენჯნა არ კონდეს. ეს სამწუხაროდ მოსალოდნელია, თუ ადამიანი ღმერთს მოიძულებს. დიახ. და თუ შეიძლება მამაო მაინტერესებს რა, რომ ადამიანები რომ გარდაიცვლება, ეხა არის ურთულესი დრო და თქვენ კარგად იცით ჩემზე, რომ მეორეთ მოსვლის წინა პერიოდი სულ ყოველთვის არის ხოლმე რთული და ძალიან გახწნილია პერიოდიც, ადამიანზე შეიძლება მამო ისეთი რაღაცები დაუშვა და ადამიანმა შეიძლება ისეთი რაღაცები ჩაიდინოს, რომ ხანდახან შეიძლება ერთ წარმოიდგინე, რომ ესეთი ცოდვა საერთოდ არსებობდა. იგონებენ ადამიანი ახალ ცოდვებს, ყველანაირი მიმართულებით რაღაცნაირად შემოგვიტია ბოროტმა და ახალ რაღაცა ნიჭებს აჩენს ჩვენში, რომ რაღაცა დაუშავოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მამო, აი ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებს ღმერთი, იმიტომ რომ აი ნახეთ თქვენ მშობელზე ამბობთ, ეხა თქვენ როგორც მშობელი, ხო? არაჩვეულებრივ სხვადასხვა შვილების და მადლობა ამისათვის გავიცანი პირადად თქვენი შვილი და ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი კარგი შვილები ყავთ. ნახეთ მამო, თქვენ ხო აპატიებთ, ეხა თქვენი შვილი რომ მოვა, რა თქმა უნდა რომ გეტყვის, რომ მამა მე ცოტა გადამიცდა და აი აქ შემეშალა რაღაცა, ხო? და რამდენი მრევლის წევრი იგივე თქვენი შვილები არიან, რომ გეტყვიან, ეხა აი ამ ყველაფერს აუცილებლად იცი რატომ მინდა რომ ხალხმაც აი ბევრის კითხვა იქნება ალბათ თული დრო არის გვაპატია იმე ხა შვილი ცუდად ყავს რაღაც ამის გამო ეს ჩავიდინე რაღაც სიტყვაზე და არის ხოლმე ხდება ხოლმე რომ ვიღაცის გამო შეიძლება გადაგეცდეს რაღაცა იმიტომ რომ ძალიან სუფთათაც ვერ იცხოვრებ იმდენად მატერიალიზმმა მოიცვა აკაურიკვა რა და ამ შემთხვევაში მამაო ხო აი თუ იქნება რომ ზეციდან თუ იქნება გათვალისწინებული ის რომ აი მაგალითად მივიდა მამასთან აი ხა უძღები შვილის კვირა რა არის რომ ამ მამასთან მივიდა შვილი რომელმაც ყველაფერი დააშავა და მივა და კიდე იხუტებს. აი ეს მამას ეუნება რომ არ მინდა არაფერი, აი თუ გინდა იქ მოვალ ბოსელში ვიცხოვრებ. არა, მოდი და შენ ჩვეულებრივ ადამიანს დაბრუნდა იცხოვრე. ხო, ამ შემთხვევაში მამა აი თუ იქნება ზეციდან გათვალისწინებული რომ უთხრა რომ აი ძალიან დიდი ბოდიში, აი ღმერთო, მე ამას სუსტი ვიყავი და ამიტომ ვაშავებდი, ამიტომ ის თუ გაითვალისწინებს კიდე დროს მაგალითად, ხო? რომ აი სიტყვაზე ესეთი პერიოდი იყო, რომ ეშმაკმა ყველა მოიცვა და სხვა კიდე 10 საშავე და შენ ერთი დააშავე, არაუშავ შვილო და რაღაც. აი ეს თუ იქნება გათვალისწინება, მამო, აი ამ რთული პერიოდის ზეცისგან. იმიტომ რომ აი თუ შეიძლება და რა შეღავათები იქნება, იმიტომ რომ ეხა მაგალითად ვისეთ ადრე 15 წელი რო არაზე არის, არა ვიცი რომ ისეც გეკითხებითაც მართლა უბრალოდ ის არის აკვე ვისაც გამოსწ, მაგრამ ადრე 15 წელი არაზე არებდნენ, იმაზე შეიძლება ორი კვირაში აზიაროთ, ხო სიტყვაზე და რაღაცა დაშვებები არის, ხო? ეხა ვერ მოთხოვ, ეხა ყველას ახლა ადამიანი რომელიც ძალიან ცუდ დღეში არის, შეიძლება ვერ მოთხოვ, რომ პური რატო მოიპარე, როცა ქუჩაში ძინავს. ხო ხდებით, ანუ რაღაცა დაშვებები თუ იქნება ამ შემთხვევაში რა. და რა, აი რა ეს კი, რა თქმა უნდა, ადამიანს ღმერთზე უფრო დიდი გულშემატკივარი არ აყავს. ღმერთზე უფრო დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ფსიქოლოგიაში არის ეს მეცნიერებისგან აი ესეთი დადგენილი სიმართლე და ჭეშმარიტება და ყველამ ვიცით. თუ ადამიანი, ესე იგი, ცხოვრების წესს არ იცვლის და რაღაცა ესე იგი თავის ჩადენილ რაღაცა ცოდვას ამართლებს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ნიშნავს რომ მას ის უნდა რომ ჩაიდინოს. მაგრამ თავის გამართლების მიზნით ამბობს რომ ნუ ყველა ცოდავდა და მეც ვცოდე, ნუ გამოუვალი სიტუაცია იყო და ვცოდე, მე შეიძლება დააბრალოს იმას, ამას და მათ შორის ეშმაკს შეიძლება დააბრალოს და ეს ასეთი რამ არ არსებობს. ღმერთი გვიქმნის ჩვენ აბსოლუტურ შესაძლებლობებს. ღმერთი გველოდება ჩვენ, აი იგავი უძღები შვილის შესახებ ეს არის რომ ადამიანმა დაინახა რომ მას ღირსება დაკარგა, თვითონ დაკარგა თავისი ღირსება. მამასთან სიტყვაც აღარ ეთქმის. ამიტომ ის რომ ის ასე ფიქრობს რომ მე რომ მივალ მამასთან ბოდიშს მოუხდი, მაგრამ თხოვ რომ მოჯამაგირედ დაგიდგებიო.
ესე იგი ხდება რომ ბევრი დავაშავეო, მაგრამ აი შენდობას ითხოვს, მაგრამ ოღონდ შენც მოჯამაგირეთ ვიქნებიო. და აი როდესაც ღმერთთან მიდის ადამიანი, მამამ მისვლაც არაცალა, სადაც შენ მიიღებ გადაწყვეტილებას, მე მქონია ეს ცხოვრებაში 23 წლის მოვინათლე და სხვადასხვა მომენტში ნათლობის შემდგომ აი დადგებოდა მომენტი, რომ აი ახლა ამ ცოდვაზე უნდა ვთქვა უარი, აი ახლა ამ ცოდვაზე უნდა ვთქვა უარი და როდესაც უარს ამბობ, აი რაღაცნაირი საოცარი მადლია, რომ იქ მოდის გამარჯვების მადლი. ესე იგი შენ ღმერთთან მისვლა კი არ გჭირდება. როგორც კი უარს ამბობ რაღაცა ბოროტებაზე, იქვე მოდის საღვთო მადლი, რომელიც შენ გახარებს. ამიტომ აი ეს უძღები შვილი, რომელიც მზად იყო, რომ ბოროტება მოეძულებინა და ღმერთისკენ, ანუ მამისკენ ნაბიჯი გადაედგა, მამამ თვითონ მოვიდა და ესეთი რამე უბრძანა თავის მსახურებს, რომ სამოსელი პირველი ჩააცვითო. ეს სამოსელი პირველი ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად ღვთისმეტყველებაში და ეს სამოსელი პირველი არის საღვთო მადლი, რომლითაც ჩვენ ვიყავით შემოსილი, რომელიც ადამმა განიძარცვა ცოდვის მოყარეობის გამო. განიძარცვა და შიშველი გახდა და სამოსელი პირველი უნდა აღვიდგინოთ ჩვენ. აი როგორც კი მე მიგრძნია ეს რაღაცა ცოდვა დგას ჩემს წინაშე 23 წლის მანძილზე შემიყვარდა რაღაცა ცოდვა. თქვა ბილდ სიტყვაობა. რაღაცა დროს უნდა თქვა ამაზე უარი. ძალიან გებრძვის ცოდვა, უნდა ებრძოლო ძალიან. თუ გინდა მოიშორო და რომ ესე იგი რაღაც აი საბოლოო ჯამში რომ გადაწყვიტავ რომ შენ ეს ცოდვა აღარ ჩაიდინო არასდროს რაღაცა დიდი მადლი მოდის და იმოსების საღვთო მადლით აი იმ სამოსელი პირველით და ზოგადად აი ამ სამოსლით უნდა შეიმოსოს ადამიანი რომ დაფაროს მთელი თავისი ესე იგი შინაგანი სამყარო და ესე იგი გაიხაროს ადამიანმა და სხვაც გაახაროს იმიტომ რომ სამოსელი პირველი მოსავს ადამიანს რომელიც არის ღმერთის შვილი და ღმერთის შვილს ჩვენ გრძნობთ სხვანაირად შეიძლება ამ სამოს შეიძლება პატიოსან ადამიანს ეტყობა სახეზეც ეტყობა ზურგიდანაც ეტყობა სიარულშიც ეტყობა სიტყვა პასუხშიც ეტყობა ყველაფერში ეტყობა და აი ჩვენს ერს ჩვენი ერის ესე იგი სანაკებოდ უნდა ითქვას რომ ჩვენ ყველაზე დიდ და ბედნიერ ადამიანად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია ალბათ პატიოსანი ადამიანი, რომელსაც აქვს საოცარი სამოსი და ეს არის ის სამოსელი პირველი, რომლითაც მას ღმერთი მოსავს. ეს ამ ქვეყანაზე ჩანს ესე, მაგრამ მარადიულ სამყაროში ეს უკვე უდიდეს ბედნიერებად გარდაიქმნება. ღმერთი ასევე მას უძღებს შვილს, ანუ ცოდვაში მყოფ ადამიანს, რომ მოვიდა, ესე იგი, თქვათ ადამიანი ცხოვრობს ცოდვებში, მოვიდა ღმერთთან, ღმერთმა მამამ ის კი არ დაუწყო, აბა ეხლა მანახე რამდენად ერთგული ხარ ჩემი, აბა მანახე რას აკეთებ, აბა მანახე რას ინანიებ. არა, მოსული დაინახა, შემოსა სამოსელი პირველით და მისცა ბეჭედი, ეს ბეჭედი არის საოცრება კიდე. სამოსელი პირველი ხო ეს საოცარია, მადლი ღვთისა. მაგრამ ბეჭედი არის ძალაუფლების სიმბოლო. ნუ ძველად მაგალითად ვინც ამ ბეჭედს ატარებდა, ის ატარებდა იმ სიძლიერეს, აი მაგალითად დავით აღმაშენებლის ბეჭედი მაქვს ნანახი და ეს რაღაცა დიდი ბედნიერება, ესე იგი ის ბეჭედი, სადაც იყო, იქ იყო სამეფო სიძლიერე, სამეფო, ესე იგი ყველანაირი ძალაუფლება და წარმოიდგინეთ, რომ მამა თავის შვილს აძლევს ამ ბეჭედს. ესე იგი ღმერთი გაძლევს სრულ ძალაუფლებას, რომ შენ კი არ გაიხარო მხოლოდ. შენ როგორც ღმერთის შვილმა ასე ბედნიერად იცხოვრო, მაგრამ ეხლა უკვე სხვა უნდა გაახარო. და მართლაც აი რომ შევხედოთ ეხლა ადამიანები ცხოვრობენ ორნაირი ცხოვრებით. ისინი ცდილობენ ან პატიოსან ცხოვრებას, ან უსინდისო ცხოვრებას, მესამე არ არის. პატიოსანი ადამიანი ცდილობს, რომ ყოველთვის გაახაროს ვიღაცა ადამიანი. თუნდაც გარემომცველი სამყარო და ის როგორც იტყვიან ჭიანჭველასაც არ ადგამს ფეხს. ანუ ჭიანჭველასაც კი არ თრგუნავს ეს პატიოსანი ადამიანი. აი უსინდისო კი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და სხვის გახარებაზე კი არ ფიქრობს. საკუთარი თავის გახარებაზე ფიქრობს. ამიტომ ამაზე უარის თქმა ყველას შეუძლია. პატიოსნება ყველას შეუძლია.
უბრალოდ უნდა დაუსვას ადამიანმა თავის თავს კითხვები. აი დღეს მაგალითად მსოფლიოს ბევრი პრობლემები აქვს, მაგრამ მე ხო ვარ მსოფლიოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ხო, ერთ-ერთი ადამიანი იმ 8 მილიარდიდან. მე ჩემ თავს უნდა დაუსვა კითხვა, რომ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. მე მაგალითად ჩემ პირად ცხოვრებაში ვერ ვნახე ამაზე უფრო უკეთესი ვიდრე ის, რომ იარო ღმერთისაკენ იარო სიკეთისაკენ და იარო პატიოსნებისაკენ. ეს ძალიან რთულია. მე ვიცი რაც შენ იკითხე, ეს ძალიან რთულია. ეს მე ვიცი როგორი რთულია. მე გამომიცდია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ღმერთი გიყვარს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ღვთის მოყვარენიო, თავის თავს ჯვარსაც მევენო, ვნებებით და გულის თქმებითო. აი შენ ვნებაზე, შენ გულის თქმებზე, შენ ცუდ სურვილებზე უარს რომ იტყვი და გადაწყვიტავ რომ უარი თქვა, ეს არის ისეთი ტკივილი, როგორც ჯვარცმის ტკივილებსაა შედარებული პავლე მოციქულისგან. და ეს მე ხშირად მიფიქრია, რომ ამას ადამიანი არაფრით არ გააკეთებს, თუ ღმერთი არ უყვარს ძალიან და თავის თავზე მეტად. თუ ღმერთი არ გიყვარს შენ თავზე მეტად, ვერ ეტყვი უარს ცუდ თვისებებს. და ეს ცუდი თვისებები ზოგადად დაგტოვებენ უღმერთოდ, დაგტოვებენ. ამიტომ საბოლოო ჯამში არჩევანს აკეთებ ღმერთის დიდება თუ ჩემი სიამოვნება. და მე აი ესეთი სასწორია ეს შენს გულში იწონება. და ძალიან დიდი მადლობა მამაო, სხვათა შორის ახლა წესიერებას და იმაზე გამახსენდა, რომ ბევრ ადამიანს ვიცი, რომ ძალიან წესიერი ადამიანები არიან, ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან კეთილებიც არიან. ბევრი აი სექტის წარმომადგენელიც არის, რამოდენიმე მანდა გულს მოგცემს, აი ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ იქ ართ ესენ სადაც საჭიროა რა, აი თითქოს ღორებს უყრიან მარგალიტსო რა. აი მართლა ვიცნობ, აი ზოგიერთი აი ზოგი სექტანტია, ზოგი ის არის, რომ აი გეფიცები ყველაფერს აი გენდომება, რომ ნეტა ესეთი მართლმადიდებლობა შეემატოს ესეთი ადამიანი, რომ ამას ვენაცვალ. აი ამ შემთხვევაში მამო ეს ამ წესიერებას ახლა არ ჯობია, შეიძლება მართლმადიდებელი იყო და ცოდვილი იყო და ამას გძნობდე ჯობია, ვიდრე აი სიტყვაზე აი არ ახარ მართლმადიდებელი, არც ღმერთის გამო, აი უბრალოდ რაღაცა შენი თვისებები არის, რომ საქართველოში გაჩნდი, გააქვს ესეთი კაი თვისება. და შეიძლება ძალიან დიდ სიბოროტესაც აკეთებდნენ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანებს ჩაითრემენ რაღაცა თვითონ სადაც არიან იმ გარემოცვაში, რაღაცა ეს ბუდისტური იქნება, რაც არ უნდა იყოს, ახლა მე არ მაქვს მართლმადიდებლობის იქით ვლაპარაკობ საერთოდ ყველაფერზე. და გონიათ რომ ამით სიკეთეს აკეთებენ, ან არიან შეიძლება წესიერები. უბრალოდ აი ეს წესიერება მამაო რამდენად არის დემონური და რამდენად არის ხვის მოსატყუებლად, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამაო რაღაცა სექტებია, უწესიერესი ხალხი არიან, არაშავებენ მართლა რომ შეხედავ ადამიანის თვალსაზრისით, რაც არ უნდა დაგიშავდეს პირიქით დაგეხმარებიან, მაგრა იციან თანადგომა რა. ამის უკან არის ძალიან დიდი სიბოროტე ხშირ შემთხვევაში. აი ამ ადამიანებს რამდენად მამაო ეს ყველაფერი მოეკითხებათ, დაუფასდება თან და ხო შეიძლება რომ თქვას ღმერთმა უთხრას რომ შენ ძალიან წესიერი ადამიანი ხარ. ამ შემთხვევაში მამაო თუ არის ეს წესიერება მართლმადიდებლობისკენ მომავალი გზა, იმიტომ რომ თუ მართლმადიდებლობისკენ არ მოვიდა ეს წესიერება, ანუ ღმერთამდე სწორად გამიგეთ, იქნება ამის უკან აუცილებლად დემონი, რომელიც უფრო უარესია, ვიდრე შენ რო იყო არაწესიერი, ოღონდ დადიოდე სიტყვაზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში და გძნობდე და მამა ლუკა გეუნებოდი რომ ძალიან ცოდვილი ხარ. აი ამ ადამიანზე უარესი შეიძლება აღმოჩნდეს შენი ამ ვითომ წესიერებით ჭყალებში. აი ეს როგორ უნდა ვიგზნოთ, მამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ტყუდება, მამო, ამით რა, აი ძალიან ბევრი სექტაა ისეთი. მე არ ვაყენებ მათ შევაწყალო, სწორად გამიგეთ, ძალიან მაგარი ხალხი არიან, რომლებიც უბრალოდ ვერ ამჩნევენ, რომ მათი მადლი იფანტება და იკარგება. თუ შეიძლება, მამო, აი ამას როგორ უნდა შევხედოთ, იმიტომ ძალიან ბევრი პირველი რაც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ, ჩვენი რელიგია, აი მართლმადიდებლობას, რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის ღვთივ გამოცხადებული რელიგია. ჩვენ რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, იმ გზაზე ვდგევართ. არაფერს არ ვცვლით. ერთ წერტილს, ერთ მძიმესაც არ ვცვლით. ამით ქართველები საოცრად გამოვირჩევით ჩვენი ისტორიის მანძილზე. მაგრამ ღვთივ გამოცხადებული რელიგია ეს. მაგრამ რელიგიობაზე
45,000-მდე რელიგიას და სექტას აქვს პრეტენზია. მაგრამ ეს უკვე ღვთისგამოცხადებული არ არის. ეს არის ვიღაცა ადამიანმა. ეს არის ჭეშმარიტება ჩვენი. ხო, ეს ღმერთისგან გამოცხადებულია და არის კიდე ადამიანებისგან გამოცხადებული რელიგია. თვითმორგებული. ამას შეიძლება ცრუ რელიგიები დავარქვათ და ასე შემდეგ. ძალიან კაი ადამიანები. ეხლა მეორეს ვამბობ, ვინც ღვთისგამოცხადებულ გზას მისდევს, მას საშინელი ბრძოლები აქვს. ეს ცალკე თემაა კიდე რანაირი ბრძოლები აქვს მას. მაგრამ თუ ადამიანი ღმერთისკენ არ მიდის, და ის მაგალითად არის რაღაცა სექტის წევრი, რაღაცა ცრუ რელიგიის მიმდევარი, მას ბრძოლები არ აქვს და ის ლამაზ ადამიანად ჩანს. ლამაზად ჩანს, შეიძლება ლამაზად ჩანდეს, იმიტომ რომ მას არ აქვს ისეთი საშინელი თავდასხმები დემონთაგან, მას არ აქვს ის შევიწროება, რომელსაც ესე იგი ის ვიწრო გზა იწევს, უფალი რო ამბობს, რომ ვიწროა ის გზა, რომელიც ღმერთისკენ მიდის და ვინც ჯვარს აიღებს და იმ გზას დაადგება, ეს ძალიან რთული არის და ამ დროს ადამიანი შეიძლება ლამაზადაც არ შეცდოს. სხვათა შორის წმინდა გრიგოლ ფერაძეს აქვს ესეთი საინტერესო შემოქმედება აქვს მას და ასეთი რამ აქვს, რომ მართლმადიდებელსო რო შეხედაო, ისო ხან ანგელოზივით ლამაზი ჩანსო, მაგრამ ხან ჩანსო დაბნეული ადამიანივითო. მაშინ როდესაც მას ბრძოლები აქვს, მაშინ მას ძალიან უჭირს, მაშინ მას სუნთქვა არ შეუძლია. სულიერი თვალსაზრისით, მაშინ მას ყოველი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. მაგრამ ამ დროს გამოიცდება თითოეული ადამიანი, მაინც არ ტოვებს ღმერთისაკენ მიმავალ გზას. მე ყოველთვის მიკვირდა ეს, მე პირადად ცხოვრებაში რომ ხდებოდა ეს, მე როდესაც წავიკითხე წმინდა მამებთან, ეს აუცილებელი არის. ბრძოლები გაქვს, დემონები გეწინააღმდეგებიან, ნიშნავს რომ სწორ გზაზე მიდიხარ. მაგრამ თუ შენ არასწორ გზას ადგახარ, ბრძოლები აღარ გაქვს. და პირიქით, შენ შეიძლება უფრო ლაღ, უფრო ბედნიერ ადამიანად ჩანდეს. მოჩვენებითი ბედნიერობა. ამიტომ საქმე იმაშია, შენ ღვთივგამოცხადებული რელიგიის მიმდევარი ხარ, თუ ადამიანისაგან მოგონილი რელიგიის. შეიძლება ქრისტემ იქადაგა ჭეშმარიტება, მაგრამ იმას მე ვიღაცა მწვალებელმა რაღაცა დაურთო, იქედან სხვა რელიგია წარმოიშვა, იქედან სექტა წარმოიშვა და ასე შემდეგ. ის უკვე ღმერთისაკენ მიმყვანებელი არ არის და შეუძლებელია ხომ ჩემს სახლისკენ რომ მივდივარ, მე ერთადერთი გზა მიმიყვარს იმ სახლამდე. მონანიებაში რო არის საუბარი, ეს გზა ტაძრამდე მიდისო, იქაც ერთადერთი გზა არის. ერთადერთი გზა არის, რომელიც შენ უნდა აირჩიო და თუ შენ აირჩიე ნამდვილად ღმერთისაკენ მიმავალი გზა და შენ გრძნობს ამას შენი სული, შენი გული, შენი სინდისი, შენი გონება ამას ხედავს, შენ დაგეწყება ბრძოლები, როგორც უნდა და ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მგონი პეტრე მოციქული ამბობს, ბრძოლები არის ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანები გამოჩნდნენ ღირსეული. თუ აი ჩვენ ერს მაგალითად არეშინია წამების, ეს ისტორიულად ეს ჩვენი ისტორიაა. 100,000 მოწამის ისტორია რად ღირს, დავით და კონსტანტინეს ისტორია რად ღირს, ქეთევანი რად ღირს, ეს უბრალოდ ჩამოთვლა დაგღლის, რაც ვიცით და რაც არ ვიცით, ეს კიდე ცალკეა. მაგალითად გრიგოლ ხანძთელის შესახებ ჩვენ გავიგეთ 1920 წელს, როდესაც აღმოჩნდა გიორგი მერჩულის საოცარი პიროვნების საოცარი თხზულება გრიგოლ ხანძთელის შესახებ. ჩვენ მათზე არაფერი არ ვიცით, არ ვიცოდით. გავიგეთ, ბევრი რამე არც ვიცით, მაგრამ ზოგადად ჩვენი ერი არის ისეთი რა, რომ მას არ ერშინია, აი ღირსების გამო არაფრის არ ერშინია. ღირსებას შეინარჩუნებს და არაფერს არ დათმობს. არაფერს და ჩვენ ვერ ვთმობთ ქრისტეს, იმიტომ რომ ვიცით სად არის ჭეშმარიტება. ვიცით სად არის ჭეშმარიტება. აი ეს საბოლოოდ მე საოცარია, მაგრამ აი მე ხო უამრავ ქართველს ხვდები. არ არის ეკლესიური, არ არის მლოცველი, ჯვარსაც არ ატარებს, მაგრამ გულით ხვდება სად არის ჭეშმარიტება, გულით ხვდება. წარმოგიდგენიათ? აი ეს საოცარი ერთანა გვაქვს საქმე და ამიტომ არის რომ ისტორიის მანძილზე ჩვენი ერი არასდროს არ მოტყუებულა. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრების გზებს, ესე იგი, სიმსუბუქის მიხედვით კი არ ვეძებთ, ღირსების მიხედვით ვეძებთ და ჩვენ ღმერთისაკენ სავალ სწორ გზას ყოველთვის ხედავდით და ვხედავთ.
ისტორია ესეთია, ჩვენს ირგვლივ, აი მართლმადიდებელი ერები, თქვათ, თუნდაც აღარ ჩამოვთვლი მართლმადიდებელი ერები, ყველგან რაღაცა მომენტში, რაღაცა ერესი, რაღაცა წვალებლობა იმარჯვებდა რაღაცა მომენტში. მე ისე უბრუნდებოდნენ ჭეშმარიტი. აი ჩვენს ერში ესეთი რამე არ ყოფილა. ჩემს გულს მაგალითად ეჭვიარება, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად ღმერთი. არც ჩემს გულს ეპარება ეჭვი და არც აი იმ ქართველთა 93%-ს, რომელიც აი აღწერის მიხედვით თავის თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. მათ არ ეპარებათ ეჭვი ქრისტეში. ხო, მაგრამ როგორც კი შენ სიამოვნებებზე უარს ამბობ, როგორც კი შენს ცუდ თვისებებთან ბრძოლას იწყებ, როგორც კი შენ დემონურ ძალებთან წინააღმდეგობაში მოდიხარ, შენ გეწყება ბრძოლები. თუ შენ ღვთისკენ ნაბიჯს არ გადადგამ, არ გექნება ეს ბრძოლები. თუ შენ რაღაცა ასე ვთქვათ, არასწორ და როგორც მე მგონი ექვთიმე ათონელს აქვს ყურის მომაქავებელ რაღაცა რელიგიებს მისდევ, რომელიც მარტო ლაყბობაა და მეტი არაფერი. თუ იმას მისდევ, შენ ბრძოლა არ გექნება და შენ ლამაზად გამოჩდები, დახვეწილად გამოჩდები, შეიძლება ანაზღაურებაც მიიღო და ასე შემდგომ, მაგრამ შენ იქნები ლამაზად ჩაცმული, შენ არ გექნება პრობლემა, გარეგნულად შეიძლება ლამაზი ჩანდე, მაგრამ ცარიელი იქნები შინაგანი. და ამას ქართველი გრძნობს სხვათა შორის და ეხლა ჩვენ იმ სტადიაში შევდივართ, ჩემი აზრით. როდესაც ჩვენ ადამიანებს უკვე მათი გარეგნობის მიხედვით კი აღარ განვიხილავთ, არამედ მათი შინაგანი სამყაროს მიხედვით. რამდენად პატიოსანია ადამიანი. აი ის კი არ არის მთავარი, რომ კაცი ხარ, რამდენად კაცური ხარ, ის კი არ არის მთავარი, რომ ქალი ხარ, რამდენად მანდილოსანი ხარ, ის კი არ არის მთავარი, რომ სასულიერო პირი ხარ, ვისი მსახური ხარ, აი ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ჩვენ საბოლოო ჯამში მაინც დავალაგებთ იმას ისე, როგორც ისტორიულად დაგვილაგებია. ამიტომ ესე იგი არის მსუბუქი გზები, რომელზეც ფართე გზები, სადაც მრავალნი დადიან და ლაღად გრძნობენ თავს და შეიძლება სანატრელიც იყოთ მათი სილაღე, მათი უშფოთველობა, მათი არადეპრესიულობა. ამ დროს მეორეა ეს გზა, ვიწრო გზა, რომელიც მიდის ღმერთისკენ, რომელიცაც შენ ესე იგი იგლიჯავს შენს ცუდთვისებებს, შენს ვნებებს, შენს გულის თქმებს და ძალიან მძიმე სანახავი ხარ ამ დროს. მაგრამ როგორც გრიგოლ ფერაძე ამბობს, ეს ერთი დღე, მაგრამ მეორე დღეს დაფრინავ ანგელოზი ხარ, ისეთი ძლიერი ხარ. მე არა შეიძლება ისევ დამძიმდე. ეს გული მწყდება ხოლმე, მამო, აი ძალიან კარგ ადამიანს რო ვნახავ ხოლმე. ხა ჯერ ყველა ადამიანი თავისი შექმნილობითაც მშვენებაა და მაგრები არიან და მართლა აი ჯერ საქართველოში რო დაიბადა და ისედაც ყველა ადამიანი აბსოლუტურად მე არ განვასხვავებ არავის, მაგრამ აი როგორ მენანება ხოლმე იცი უცბად რაღაცა ან სექტაში რომ ან თუნდაც მართლმადიდებლობაშია, ოღონდ აი რაღაცა ცოტა მართლმადიდებლური სექტებიც ხო არის, შიგნითაც რომ რაღაც განხეთქილებაში რაღაცაში არის რა, ეგ ყველაზე დიდი მტრობა არის საერთოდ ჩვენი ეკლესიის მაგალითად. შენებურად რო გწევ. ხო, რა, თავისებური რაღაც ისინი რო არიან რა და აი მამო, ისე გული მწყდება ხოლმე, აი გეფიცებთ ყველაფერს ნატრობ ხოლმე, მეთქი ღმერთო აი ხო შეიძლება რაღაც აი ყველაზე ძალიან თუ ვინმეზე გული დამწყვეტე ეგეთ ადამიანზე რომ აი ესეთი მაგარი ადამიანი ეშმაკმა მოიპარა, იმიტომ რომ ეხა ფაქტია რომ წარმოიგენე ხა აი მაგაზე პავლე მოციქული ამბობს რომ ესე იგივე თქვენო ჭეშმარიტების მიმდევრებსო კეთილი ცხოვრება გქონდეთო, პატიოსანი ცხოვრებაო, რომ წარმართიო რო შეგხედავსო, რომ მიხვდესო რომ შენ ჭეშმარიტი ღმერთის მსახური ხარო. აი მაგალითად მე როდესაც კორპუსში ვცხოვრობდი, ერთმა სექტანტმა ესეთი რამე მითხრა, რომ მე სასულიერო სემინარიის აკადემიის სტუდენტი ვიყავი მაგ დროს, რომ ესე იგი მეო თქვენ კი არ გაკვირდებოდითო, თქვენ შვილებს ვაკვირდებოდიო. როგორ თამაშობენ, რას თამაშობენ, რანაირები არიან. თქვენ შეიძლება ითამაშოთო
ქრისტიანობაო და ბავშვები არაო და აი ეს უბრალოდ ხო ეს მოეწონა ძალიან და სამწუხაროდ მე მოკლეს ის ტაქსაობდა ეს ბიჭი და სადღაც გაიტაცეს ტაქსი და სადღაც სამეგრელოში მოკლეს და დააგდეს ეს და მოაკლეთ საშინელება მოხდა საბოლოოდ მაგრამ ეს მახსოვს მისი ესეთი დამოკიდებულება რომ თურმე ის შენ გაგვირდება აი როგორი ხარ შენ ქრისტიანი და თუ შენ გიყვარს ის ადამიანი რომელიც ამცდარია დღეს აი მაგას დღეს არის ამცდარი შენ უნდა იყო გამართული სულიერად ფსიქოლოგიურად ყველანაირად პატიოსანი უნდა იყოს სასწაულმოქმედი კი არ უნდა იყო ივანე ოქროპირი ამბობს შეიძლება სასწაულმოქმედი იყო შეიძლება ის იყო მაგრამ შენში მაინც შეიტანენ ეჭვს მაგრამ თუ პატიოსანი იქნები ვერავინ ვერასდროს ვერაფერში ვერ შეიტანს ეჭვს და პავლე მოციქული ამბობს შენ რომ დაგინახავენო მერეო როდესაც მათ ღმერთი მოხედავსო მათ შენ გაახსენდებიო და შენ გამოყვებიანო ამიტომ აი რაღაცა ეს კარგი მომენტია რომელიც ჩვენ და შემდეგში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა ჩვენ და აი მართლა ძალიან გული მწყდება რომ მართლა და აი მოუხსეთ სხვასთან მიმართებაში ხო საქციელში ჩვენ ვიხატებით აუცილებლად სიშვილები ვართ თუ არა რა იმიტომ რომ ეს ზედაპირულად თვითონ ყველა გვიყვარს მიწერით და იმით მაგრამ საქციელებით ხშირ შემთხვევაში ვერ ვამტკიცებთ ხოლმე სამწუხაროდ ჩვენ და მადლობას გიხდით მამა ისეთი ლამაზი საუბრისათვის დღეს მართლა ეთერი გქონდა იქ გულში ფიქრობდი რომ ესეთი მაგარი ეთერი რამოდენიმე ეთერიდან აი არ ქონია და დიდი თუ შენ იქნები წმინდანი შენ იქნები ჭეშმარიტების მქადაგებელი და შენ გაუნათებ გზას უამრავს და ეს არის ყველაზე კარგი გზა ღვთისმსახურებისა და ადამიანის სიყვარულისათვის ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მოგიკითხავთ ყველას განსაკუთრებით პატიმრებს რა თქმა უნდა და ყველა იმ ადამიანს ვისაც აი რაღაცა ტკივილი გაქვთ ხო ღმერთმა შეგიმსუბუქოთ და ყველაფერს იკეთეს გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ დროებით მე გემშვიდობით სამშაბათ საღამოს დაგიბრუნდებით 8 ნახევრისათვის მამა ლუკა გახდა ცუპატაშვილი ჩემი სტუმარი რომელიც მსახურობს დიდი ღომში 100,000 მოწამის სახელობის ტაძარში იმიტომ რომ ბევრი მეკითხებით ხოლმე შემდგომ და ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ და იქ იდება ეს გადაცემა კარგად ზანდებოდეთ დროებით